სულხან ასათივე მდგომარეობაშია ქუთაისის ოჩხიკიძე მიიღო ნაკრების შეკრებაზე დაზიანება მას როგორც ექიმს ვესაუბრე კოჭი აქვს ნაღზობი და დღევანდელ შეხვედრაში ვერც ის მიიღეს მონაწილეობას ასე რომ ამ კუთხით მეტნაკლებად თანაბარი სიტუაცია თუ ასე შეიძლება მაგრამ მარგვეცისთვის უფრო დიდი ძალაა სანაძე ვიდრე ოჩხიკიძე ქუთაისისთვის თუმცა რა თქმა უნდა გიორგიც წამყვანი ძალაა ქუთაისისთვის. დაიწყეს მასმძლება პირველი სამიანი, რომელიც არ ვარდება ედვარდსის ნასროლი და უკვე საპასუხო შეტევაში ქუთაისელები გადადიან. თვალიშვილი, სმიტი. აიწია ესროლა ვერ აგდებს. მელიქ მარტინი მოხსნაზე. თავადვე გაუშვა სამიანი, არც ეს ვარდება, ამჯერად უკვე ბერიშვილი. სწრაფი შეტევები გვაქვს ჯერჯერობით, თუმცა უშედეგო კარგად ითამაშეს დაცვაში მასმძლება ჩაჯრეს ეს ბურთი და მათი შეტევაც დაიწყო ედვარდსი მარტინი მავეინი თვითონ არ არის საშიში პერიმეტრიდან მავეინი თუმცა შეუძლია მას ჩაგდება აქ ჩაიჭრა ეს პასი კარგია ჯოინერი თავადვე შევიდა და ორი სროლა და პერსონალური შენიშვნა ლავიდეს ესამოლითა მეხუთე ნომერს საჯარიმო ხაზზე დადგება ელაია ჯოინერი აი ახლა მეორე ნომერი ახლა შემოვა კოტლიარევსკი ალავიძის ნაცვლად კი ბატონო საინტერესო ახალგაზრდა უკანახაზელი პირველივე წუთებიდან შეიძლება ითქვას ხუთეულშია და ნახოთ როგორ მატჩს ჩაატარებს ჩააგდო პირველი საჯარი მეორეც მიიღო საბოლოოდ ფარმა და გაიხსნა უკვე ანგარიში 2-0 დაწინაურდა ქუთაისი. ედვარდსი. უკვე მარტინი, კოტლიარევსკი, ედვარდსი, კოტლიარევსკი. სონაში დგანან მას ქუთაისლებით, ორსნა არაზუსტია, ჯოინერი ხსნის აცილებულ ბურთს. იშვილი გაუშვა, არ ვარდაგდო. გაფრინდაშვილი უკვე ბურთით თავადვე შევა და ვერ ჩააგდო ბექაური ხსნის ჯერჯერობით არ მისდით მასმძლებს სროლები და ჯარიმდება გაფრინდაშვილი ეს მეორე გუნდურია უკვე მარგვეთისთვის საწყის წუთებში კი დღევანდელ შეხვედრაში გუნდის კაპიტანია გაფრინდაშვილი კიდევ ერთხელ შეგახსენეთ რომ სანაძეს მხარე აქვს დაზიანებული ხოლო ოჩხიკიძეს კოჭი ორივემ სანაკრებო შეკრებაზე მიიღო ეს ტრავმები ნაკრების შესახებ ალბათ ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებ და იმ წარმატებაზე რომელმაც მიაღწია გუნდმა ბოლო ორ მატჩი ამასობაში ბექაურის სამიანი და 5-0 ანგარიში დუბრები დაწინაურდნენ რახსან ედვარდსი მისი ქულები დღეს ძალიან დაჭირდება მარგვეთს მარტინი კარგი ჩანაფიქრი თუმცა უпростоრად ბერიშვილმა ჩაჭრა ეს გადაცემა ეს კარგი ჭკვიანური გადაცემა თუმცა ბექაურმა გვიან მიიღო ეს ბურთი არ ვარდება სამიანი და ბურთი შევა მავეინს როდის ჩააგდეს პირველ ქულებს ნახოთ მარგვეთი მავეინი ჩვენება აღარ ესროლა მარტინი არ შეიძლება მისი ესე დატოვება თუმცა ვერ იყენებს ამ შანსს და ხსნის დვალიშვილი ჯოინერი სტუმართა ერთ-ერთი ლიდერი და ძირითადი გამთამაშელის ფუნქციას ალბათ ის შეასრულებს დღეს რადგან ოჩხიკიძე არ არის დაკარგეს სტუმრებმა ბურთი უწყინარ სიტუაცია არაზუსტი პასი და მასმძლები პირით ხაზთან განაახლებენ შეხვედრას ვაუ პირველი ქულები ძიებაშია მასმძლელი გუნდი ნახოთ ვინ იქნება ის მოთამაშე რომელიც მოუპოვებს მარგვეთს პირველ ქულებს ედვარდსი აიწია ესროლა არც მას უვარდება აღარად არ მისდის თამაში მარგვეთს აქ სმიტი შევიდა ჩააგდო ასე თუ გაგძელდა მოუწევს ირაკლი ძიძიგურს წუჩესვენების აღებაც ედვარდსი კან მარტინი გაუშვა სამიანი არც ეს ვარდება თუმცა მას ვერ რჩება ბურთი თავადე შედის ეს უნდა ჩააგდოს და გაიხსნა კი ბატონო გაიხსნა ანგარიში მასმისლებისთვის 2-7 ანგარიში ლიდერობს ქუთაისი სმიტი მოვიდა ბლოკზე ბექაური
გაუშვა სმიტმა სამიანი, არ ვარდება, თუმცა იქ მავეინი ჯარიმდება ურთე ორთაბძოლისას თვალიშვილის წინააღმდეგ. მესამე გუნდური მასპინძლებს, რაც შეეხება სტუმრებს, ზერმად პერსონალური არ აქვს მიღებული. პირველ ხაზთან შემოიტანენ სტუმრები, ბერიშვილი გააკეთებს ამას. ჯოინერის ნაცვლად შემოვიდა ბერეკაშვილი. ბექაური ჭკვიანური ჩანაფიქრი არ გავიდა ეს პასი და საპასუხო შეტევაში გადმოდის მარგვეთი, ედვარდსი, გაფრინდაშვილი. ნახოთ თავადო შეუტევს. პასი ედვარდს გაუშვა პერიმეტრიდან, არ ვარდება. ხსნის სმიტი ხსნის აცილებულ ბურთს და ის იწყებს თავისი გუნდის შეტევას პერსონალური შენიშვნა კოტლიარევსკის. მეოთხე გუნდური მასპინძლებს. ჯერ 5 წუთით არ არის გასული და უკვე 4 გუნდური აქვს. ეს საპრობლემო არის მასპინძლებისთვის. ადრე თუ გვიან სულხანი ალბათ ეს იჩენს თავს, მაგრამ ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. გვერდ ხაზიდან შემოიტანეს სტუმრებმა და სმიტი იწყებს თავისი გუნდის შეტევას. სმიტი ჯოინერის სარყოფნაში სწორედ ის თავობს, მანითავა გამთამაშების ფუნქციები. ბექაურის ორი ქულა ზუსტია, 9-2 უკვე. ფიზიკურ ბრძოლაში მოპოვებულია ეს ორი ქულა. კარგად ითამაშა ბექაურმა და ორი ქულა შემატა თავისი გუნდის ყულაბას. გაფრინდაშვილი ჩადო. სამიანი როგორც იქნა გამოიყენა მარგვეთმა და შეამცირა 4 ქულამდე სხვაობა 9-5 წინ არის კვლავ სტუმარი გუნდი. ბექაური თავადვე მიაწვა, დაუტრიალდა, ვერ აგდებს და მოხსნაზე კარგია მარტინი. თავადვე გადმოდის შეტევაში, შევიდა და ჩაარდა კიდევაც. 7-9. კვლავ სმიტი. ბერიშვილი ამოვიდა, მიიღო ბურთი ისევ სმიტი, ბერიშვილი. სამიანი გაუშვა, ჩაარდო ბერიშვილი. ჩაარდო. 12-7, 5 გულა სტუმართა უპირატესობა. ბერიშვილის დროული სამიანი. ედვარდსი, გაფრინდაშვილი, მარტინი არესროლა, შევიდა და გვექნება ორი სროლა ჯარიმდება აკაკი დვალიშვილი. დვალიშვილმა ქუთაისელთა კაპიტანმა მიიღო პირველი პერსონალური შენიშვნა, პირველი გუნდურია საერთოდ ქუთაისელთათვის ამ მეოთხედში. და დაისვენებს კიდევაც დვალიშვილი კორსანტიაში მოვიდა მის ნაცვლად. რა თქმა უნდა, ორივე გუნდმა ცოტა უნდა გადაახალისოს ხოლმე შემადგენლობა, რადგან რამდენიმე დღეში უწევთ ტურის შუაკვირის შეხვედრები, მე-7 ტურის, ამიტომ ჭირდებათ ლიდერებსაც დასვენება და როტაციას უნდა მიმართოს ორივე გუნდმა. კორსანტი ახსნის მეორე ნასროლ აცილებულს. და სმიტი იწყებს ქუთაისელთა შეტევას. სმიტი და კოტლიარევსკი, ეს დუეტია ამ წუთში. კარგია სმიტი, ჭკვიანური პასის და დააფარა მარტინმა, არ მისცა კორსანტიას სროლის საშუალება და sapasუხოდ სწრაფ შეტევაში. მარგვეთი სამიანი არაზუსტია და წესით ქუთაისისა. კი ბატონო. ქუთაისლები შემოვიდნენ გვერდ ხაზიდან ბურთს თამაში. ბერეკაშვილი შემოიტანს ბურთს ბაქარ ბერეკაშვილის ცვლილება მასპინძელთა შემადგენლობაში. ალავიძე უბრუნდება მოიტანს კოტლიარევსკის ნაცვლად. ქუთაისლები განაახლებენ შეხვედრას გვერდ ხაზიდან. ბერეკაშვილი ბერიშვილს გადააწოდა და ბერიშვილი გადმოიტანს ბურთს. ბექაურს გაუკეთა გადაცემა. ბექაურმა ბერეკაშვილი მოძებნა ფარგვეშ. საჯის სასმელი პერსონალური შენიშვნა მასპინძელთა მეათე ნომერ ჰასან ედვარდს. მისთვისაც პირველია და ორი სროლა ის ადიჩინა თავი იმ ნადრევმა ჯარიმებმა. მაქარი ბერეკაშვილი შანსი პირველი ქულების არ ვარდება. პირველი საჯარიმო ვერ ჩააგდო პირველი საჯარიმო, შეასრულებს მეორე საჯარიმოს 0 ნომრით მოთამაშე ბაქარ ბერეკაშვილი. მეორე გამოიყენა 13-8 ხუთქულიანი უპირატესობა ქუთაისს. ალავიძე იწყებს მასპინძელთა შეტევას. ბერეკაშვილი უდგას მას. ედვარდსი ცდილობს გაიხსნას თანაგუნდელს, ახლა მიიღო ბურთი, ისევ ალავიძე მოძებნა.
ცოტა გაუაზრებელი შეტევა, ეხლა შევიდა ალავიძე და იქნება ორი სროლა, ორი ჯარიმა ქუთაის და ორივე სასროლი. კი, ბერეგაშვილმა მიიღო პერსონალური შენიშვნა თუ არ ვცდები, დიახ, 0-0 თამაში. პირველი პერსონალური შენიშვნა ეს მისთვისაც საჯარიმო ხაზზე დადგება, მას მიწათა მეხუთე ნომერი ლუკა ალავიძე, რომელიც შეასრულებს ორ საჯარიმოს. ვერ გამოიყენა პირველი საჯარიმო. ვერც მეორე ხაზზე დატოვა ასეთი გამოთქმა არსებობს. ანჩუქარი ორი საჯარიმო ვერ შეიგო. სრაფი შეტევა ქუთაისლებისა დაჯარიმდა მელიკ მარტინი, მას მიზეთა მეორე ნომერი და საჯარიმო ხაზზე დადგება ახლა გვეს სტუმართა 33 ნომერი საქართველოს ნაკრების წევრობის კანდიდატი ბექა ბექაური. პირველი ჩააგდო 14 დროა შეასრულებს მეორე საჯარიმოს. მეორეს გამოიყენა 15 დროა შეცვლები ორივე გუნდის შემადგენლობაში. ბექაური გადის სულაბერიძე, შემოდის დღევანდელ შეხვედრაში პირველად. გადის მე-10 ნომერი ედვარდსი და მის ნაცვლად მოედაზე დღევანდელ შეხვედრაში პირველად გამოდის ქრისტიან ჯონსი მესამე ნომრით. მასპინძელთა შემადგენლობაში, რომელიც იწყებს თავისი გუნდის შეტევას. ზოგადად ქულების მოხვეჭვით არ გამოირჩევა ჯონსი, თუმცა დაცვაში ძალიან კარგად თამაშობს და აქ იკარგება ბურთი, სწრაფ შეტევაში გადმოდის სმიტი და ორი ქულაც ჩააგდო. 17-8 უკვე ცხრაკულიანი უპირატესობა ქუთაის. გაბრინაშვილი, ჯონსი, გაბრინაშვილი, სამიანი ვერ გაბედა. ამაუტანეს ალავიძე ფარში შესვლა გადაწყვიტა, ვერ ჩააგდო, სულაბერიძე ხსნის აცილებულ ბურთზე იწყება სტუმართა შეტევაც. ისე არ მისდის სროლები პერიმეტრიდან მარგვეც რომ არ უსვია ალავიძეს ორნაბიჯი შესვლა გადაწყვიტა არა და ალბათ უკეთესი იქნებოდა პერიმეტრიდან ეცადა. სულაბერიძე ორი მეურის გარემოცვაში ესროლა ვერ აგდებს და ხსნის მარტინი. ჯარიმდება სმიტი. სტუმართა მე-13 ნომერი სმიტი საჯარიმო ხაზზე დადგება მასპინძელთა. არ არის სროლები როგორც ჩანს. სროლა არ არის. ამბიჩი შესვლამდე მოასწროს ეგრეთ წოდებული მოხდა. ჯარიმა სროლის ეპიზოდი არ იყო და ამიტომ გვერდიდან შემოვიდა მარტინი ბურთს. შემოვიდა ნიკოლოზ სოსელია ბერიშვილი დაისვენებს. კი. მესამე ნომერი ქუთაისელთა შემადგენლობაში. მარტინი კარგად გაითავისუფლა, თავი შევიდა და მარტივი ორი ქულაც 7 ქულა აქვს უკვე მარტინს. მას და გაფრინდაშვილს აქვს ქულები მხოლოდ მარგვეთელთა მხრიდან. და კარგი იყო ჯონსი დაცვაში. მაგრამ ვეღარ შეძლო ბურთის შეჩერება, ბურთმა დატოვა მოედან და მაგრამ 4 წამი დააკარგვინა სტუმარ გუნდს. უნდა იჩქაროს ქუთაისმა თავის ნახევარზე გადასვლა. მოასწრეს სულაბერიძე უჩერჩებად სტუმრებს. კარგად თამაშა დაცვაში მასპინძელთა 55 ნომერმა მაკეინმა გააგდებინა სულაბერიძეს ბურთი. ბურთს ქუთაისელი გალალურთელები შემოვიდანენ სოსელია სულაბერიძე. სოსელია კორსანტია ჩაუგდო საწამიან ზონაში. კორსანტია გაუშვა, ვერ აგდებს და ხსნის ალავიძე. მარტინი და ზუსტია მარტინს კარგი თამაში აქვს, მივეჩვიეთ უკვე მისგან. კარგ გამოსვლებს და ამჯერადაც პირველ მეოთხედში უკვე აქვს 9 ქულა 12-დან. მარკელ სმიტი. აუდე შევიდა და როგორი ურთულესი ზოლაში მოპოვებული 2 ქულა. 7 ქულიანია სტუმართა უპირატესობა ამ დროისათვის 12-19 ასეთი ანგარიში მასპინძლების შეტევაში ალავიძე საჯის ასვენი პერსონალური შენიშვნა ბერეკაშვილს. დიახ. მეორე ამისთვის და ორ საჯარიმოს შეასრულებს ალავიძე. ამჯერად ვნახოთ როგორ გამოიყენებს ერთქულიანებს. პირველ შემთხვევაში ორივე დატოვა ხაზზე და ვნახოთ ამჯერად რას იზავს.
წუთი და 23 წამი პირველი მეოთხედის დამთავრებამდე 12-19 ასეთი ანგარიში ალავიძემ პირველი გამოიყენა 13-19 შეასრულებს მეორე საჯარიმოს. ამ ინდანზე ემზადება თემო ხეთარიშვილი შემოსასვლელად მეორე თუ გამოიყენა ალავიძემ გვექნება ცვლილება. შეცვლას ზუსტია ინდაისონებს გაფრინდაშვილი დღევანდელ შეხვედრაში გუნდის კაპიტანი. 19-14 ლაუ მარკელ სმიტი, რომელიც დაუსვენებლად ასპარეზობს პირველ მეოთხედში, მის გარდა 4-ვე ალაგურთელი გამოიცვალა ქუთაისელთა რიგებში. სოსელია შევიდა ფარკვეთს, ხორხნა ჩააგდო. 21-14 ლაუ ალავიძე შევიდა, მანაც ჩააგდო. ბოლო წუთი პირველი მეოთხედისა ქუთაისელების შეტევაში ბერეკაშვილი მას ხითარიშვილი უდგას, სულაბერიძეს გაუკეთა გადაცემა. სულაბერიძე პერიმეტრზეა. გაუბრუნა კორსანტია, სამსამიან ზონაშია კორსანტია. შევიდა კორსნა ვერ ჩააგდო, საჯის სასტონი პერსონალური შენიშვნა ორი ნომრით მოთამაშე მელიკ მარტინს. საჯარიმო ხაზზე დადგება სტუმართა მე-12 ნომერი და საქართველოს ნაკრების წევრი გიორგი კორსანტია. ეს უკვე მეორე პერსონალურია მარტინისთვის. კორსანტია კი ნახოთ როგორ შეასრულებს ერთგულიანებს. პირველი არ ჩავარდა. არც მეორეა ზუსტი და ხსნის მავეინი. მასმინდა შეტევა იწყება, მარტინი იწყებს შეტევას, ალავიძე. მარტინი ჯოუნსი არ ესროლა, მარტინი პერიმეტრიდან არ ვარდება და ბურთი რჩება ქუთაის. ბოლო შეტევა პირველ მეოთხედში წესით ბოლომდე უნდა გაიყვანოს დრო. ქუთაისმა ცვლილება შემოა კაპანაძე მარტინის ნაცვლად. მარტინმას თითქმის შეუძლია ჩაატარა პირველი მეოთხედი, არ შეუძლია, ბუნებრივია ცოტა სულს მოითქვამს და მეორე მეოთხედს შეხვდება შედარებით დასვენებული. მავეინია ერთადერთი კალათბურთელი უკვე მარგვეთის რიგებში, ვისაც არ დაუსვენია, აქ ენდوانთან იყო ახლოს სულაბერიძე, მაგრამ არ ჩავარდა ეს ბურთი. საჯარიმო ხაზზე დადგება სტუმართა მე-15 ნომერი. ჩაითვალა. ჩაითვალა როგორც ჩანს. ჩაითვალა 23. მაშინ ერთ საჯარიმოს შეასრულებს სულაბერიძე. პეკარი უბრუნდება მოედანს სმიტის ნაცვლად. სულაბერიძე საჯარიმო ხაზზე ვერ გამოიყენა. მავეინი ხსნისა სწრაფად უნდა შეუტიოს, აქ რისკის ზღვარზე გაიარა ამ პასმა, მაგრამ ბურთი რჩებათ მასმინძლებს. 39 დარჩენილი ჯოუნსი უნდა ესროლოს და არ ვარდება ეს ბურთი 23-16 შუთქულიანი უპირატესობით მოიგო სანტია და ბერიშვილი. მასმინძელი და ხუთეული. მასმინძლები ალავიძე, შარვაშიძე, ჯოუნსი, ალავიძე და ედვარდსი. უпростоრად პატარიძე და ედვარდსი. სუბრები განაახლებენ შეხვედრას, ჩაჯრა ეს გადაცემა ედვარდსმა, დვალიშვილი შემოიდანს, თემურ დვალიშვილი ასე უნდა ვახსენოთ, მაგრამ ამ წუთში ერთი დვალიშვილია მოედანს და ამიტომ შეიძლება თქმა. так მორიგი ჯარიმა, ამჯერად ჯარიმდება პატარიძე. მისთვის მეორე პერსონალური გახლავთ. თითქოს დრო არ გაუტარებია პატარიძეს პარკეტზე, თუმცა მოასწრო ორი ჯარიმის აღება. კორსანტია სულაბერიძე ორი მეურვე გადავიდა მასზე, მარტო დარჩა ბერიშვილი, გაუშვა სამიანი და ვერ აგდებს იქ დამატებაზე სოსელია თამაშობდა, მაგრამ ბურთი დარჩებათ მასმინძლებს.
მასპინძლები განაახლებენ შეხვედრას, კერძოდ ალავიძე შემოვიდა ბურთს და მასპინძელ და შეტევაც იწყება ჯონსი. მესამე ნომერი იზგას ახალ განთამაშებლის პოზიციას და მას მიხავს გუნდის შეტევა ალავიძე. მოუტანა ჯონს, აიწია ეს უკანასკნელი ვერ რაგდებს და კორსანტი ახსნის სწრაფ შეტევაზე გადმოდის ქუთაისი. ვერ რაგდებს სოსელია, კარგად ითამაშა ალავიძე, მისი წყალობით ბურთი დარჩა შემდეგ ედვარდს და სწრაფი შეტევა გააჩერა თემო დვალიშვილმა პირველი პერსონალური მისთვის და ასევე გუნდისთვის. ედვარდსი შემოიტანს ბურთს და განაახლებს შეხვედრას მასპინძელთან შეტევასაც ბუნებრივია ის იწყებს ალავიძეს გაუკეთა გადაცემა და ალავიძე არის ახლა გამთამაშებლის პოზიციაზე მის წინ ბერიშვილი დგას. შარვაშიძე ისევ ალავიძე შარვაშიძეზე იქ ცუდი გაცვლა იყო მაგრამ ვერ ჩავიდა ბურთი. ჯონსი გაუშვა ძალიან ცუდად და ხსნის თემო დვალიშვილი. აქ ცირა უყურადღებობა ჯონსი კარგია ჩაჭრაზე და ორი ქულაც ჩააგდო. კვლავ თემო დვალიშვილი ბურთით ბერიშვილი დვალიშვილთან გაითამაშა კვლავ და ჯოინერი და აკაკი დვალიშვილი ემზადებიან. მოედანს დასაბრუნებლად როგორც ჩანს დაისვენებს თემო დვალიშვილი. მეორე დაკარგვა ზედზე და უნდა გაიყვანოს დროზე და გამოცდილება აკლია დვალიშვილს ეთყობა. სამ ქულამდე მცირდება სხვაობა 23-20 უკვე ანგარიში. ბერიშვილი დვალიშვილი მიიღო ბურთი კორსანტიამ შევიდა ჩააგდო 25-20. ედვარდსი იწყებს მასპინძელ და შეტევას 25-20 ალბათ გასწორდება ანგარიში ტაბლოზე, ასეთი ანგარიში ედვარდსის შესვლა და ორი ქულა 25-22. თუ შესვენება იყო პატარიძე, ალავიძე, ჯონსი და ედვარდსი. უпроსტად კაპანაძე, თიმურ კაპანაძე. ჯოინერი ის იწყებს ქუთაისთან შეტევას. მისი გასვლა დაეთყო გუნდს და ამიტომ სასწრაფოდ დააბრუნა ტუღუშმა. ბერიშვილი სამიანი, ჩააგდო ბერიშვილმა. მეორე ზუსტი სამქულიანი. ეს დაუვიდა ბერიშვილს სამიანები. ჩვენ გვინახავს მატჩი, როდესაც ის ჩვენივრად იწვის, მაგრამ არის მატჩები, როდესაც თითქმის არ წაუახომე არც ერთი სამგულიანი, მე ასეთი მატჩებიც გვინახავს, რომ დღეს ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ამას ლევანდელ შეხვედრაზე ვერ ვიტყვით. ეს ბურთი ჩაითვალა ეს ბურთი და საჯარიმო ხაზზე დადგება ალავიძე. კარგად ითამაშა ლუკა ალავიძემ მე-6 ქულა აქვს უკვე. ენდვანი. ჯოინერმა მიიღო პირველი პერსონალური შენიშვნა. ელაია ჯოინერი. ზუსტია ეს საჯარიმო, ზედზედ 3 ერთგულიანი გამოიყენა პირველი ორის გაფუჭების შემდეგ ალავიძემ და ისევ 3 ქულა სხვაობა. ბერიშვილი, ბერეკაშვილი გაარდებია ბურთი კაპანაძემ, კარგად ითამაშა. ედვარდსი ვერ აგდებს ბურთისთვის ბრძოლაში მოხსნა დვალიშვილმა, თუმცა პასი არ გამოვიდა და ბურთი რჩებათ მასპინძლებს. ლავალავიძე არ გავიდა ეს ჩანაფიქრი და კორსანტია. დვალიშვილი კაპანაძეს დაუტრიალდა, ვერ ჩააგდო და შეტევაში უკვე მარგვეთი. ედვარდსი გაუშვა ჩააგდო, ერთი ქულა უკვე 27-28 ერთი გოლა ქუთაისელ დაუპირატესობა. ბერეკაშვილი ორი გოლა დაეპარათ მასპინძლებს შეტევა, დროზე ვერ დაბრუნდნენ ისინი თავიანთ საჯარიმო მოედანზე და ბერეკაშვილმა შეძლო ორი ქულის მოტანა თავისი გუნდისათვის 30-27. +3 სტუმართა სასარგებლოდ მასპინძელთა შეტევა. კაპანაძე, ალავიძე შევიდა ორნაბიჩი და ჩააგდო. ძალიან კარგად გამოიყურება ლუკა ალავიძე, მე-9 ქულა უკვე მას. ბერეკაშვილი საპასუხო და 3 სროლა გვექნება. 3 საჯარიმო, სადგან 3 გოლიანი იყო, როცა ბერეკაშვილი ორცნას ასრულებდა დაჯარიმდა კაპანაძე და საჯარიმო ხაზზე დადგება სტუმართა 0-0 მოთამაშე, სტუმართა რიგებში 0-0 მოთამაშე ბაქარ ბერეკაშვილი.
30-29 ერთი გოლა სტუმართა უპირატესობა და საჯარიმო ხაზია ბერეკაშვილი. შანსი რომ კვლავ გაიზარდოს უპირატესობა. სამი ქულა აქვს ბერეკაშვილს. პირველი ვერ ჩააგდო. მეორე ზუსტია შეასრულებს მესამე საჯარიმოს. მესამე ამოუვარდა ხსნის მარტინი. შანსი რომ გაათანაბროს დიდხნიანი პაუზის შემდეგ ანგარიში მარგვეთმა ანდაც წინ გავიდეს პირველად. შეიძლება სულაც წინ გავიდეს. გააჩნია რა შეტევა იქნება, როგორ იქნება. პერიმეტრიდან ნაკლებად უტევენ ეს ბოლო წუთები. ბერეკაშვილის პერსონალური შენიშვნა საჯარიმო ხაზზე დადგება ალავიძე მასპინძელთა მეხუთე ნომერი ლუკა ალავიძე. ბერიშვილმა მიიღო პირველი პერსონალური შენიშვნა. ალავიძე შეუძლია სულაც გაათანაბროს ანგარიში. ჩააგდო პირველი ჩააგდო. მეორეც გამოიყენა და 31-31 ქულა აქვს ალავიძეს და საუკეთესო მეკულია ის დღევანდელ შეხვედრაში. ბერეკაშვილი დაკარგა ბურთი და შანსი მასმიზრებს წინ გასვლის. ჯოუნსი გაუშვა პერიმეტრიდან ჩააგდო. 34-31 გადის წინ უკვე სამი ქულით მასმინძელი გუნდი. დღევანდელ შეხვედრაში პირველად გადიან მასმინძლები წინ 34-31. ჯოუნსის სამგოლიანი შემდეგ ჯოინერი ბერიშვილი ორსანტიას გაუკეთა გადაცემა მაუბრუნა ბერიშვილს უკან ჯოინერი სამიანი გაუშვა ჩააგდო. საპასუხო სამიანი ზუსტია და კვლავ თანაბდება ანგარიში. ამჯერად ქუთაის მოუწია გასათანაბრებას უნდა და გაათანაბრა კიდევაც. ჯოუნსი კარგი ჭკვიანური პასი მარტინის მარტივი ორი ქულა. გაექცა კორსანტიას პირველ ნაბიჯში უკვე ვეღარ შეძლო შემდეგ კორსანტია მეტოქეს დაწევა და არცაც ორი ქულა შეძინა ბოლისვილი ფარქვეშ სამსამიან ზონაში. პერსონალური შენიშვნა შარვაშიძეს 77 ნომერს მასპინძელთა შემადგენლობაში შეცვლა. გადის ლუკა ალავიძე და გუნდის კაპიტანი ვახტანგ გაფრინაშვილი უბრუნდება მოედანს. ბერეკაშვილი კორსანტია დაისვენებენ და ბექაური სმიტი დაბრუნდნენ პარკეტზე სტუმართა რიგებში. ჯოინერი განაახლა შეხვედრა ბექაური ისევ ჯოინერი თავადო შევიდა და ორი სროლა გვექნება. მეორე პერსონალური უკვე შარვაშიძეს გუნდური ჯარიმების ლიმიტიც ამოწურა მარგვეთმა. დაისვენებს ჯოუნსი. მავეინი შემოვიდა მასპინძელთა შემადგენლობაში 55 ნომრით საჯარიმო ხაზზეა ელაია ჯოინერი. არაზუსტია პირველი საჯარიმო. მეორე მცდელობა ჯოინერის, რომელიც გამოიყენა 36-35. 4 წუთი და 35 წამი მეორე მეოთხედის დამთავრებამდე ედვარდსი იწყებს მასპინძელთა შეტევას. გაფრინდაშვილი მარტინმა მიიღო ბურთი, ედვარდსი აიწია ედვარდსი გააჭადო ძალიან ძლიერი პოზიციიდან ბექაურის ხელიდან როგორც იტყვიან, მაგრამ მაინც შეძლო რთული მდგომარეობიდან მან ორი ქულის მოტანა თავისი გუნდისათვის და სამქულიანია უკვე მასპინძელთა უპირატესობა. ბექაური
ბერიშვილი აღარ ეცროლა, დვალიშვილი მოძებნა და მარტინი ჯარიმდება. მავეინ. მარტინი. ორი ნომრით მოთამაშეები. და მესამე პერსონალურია ეს უკვე მარტინისთვის. არ არის კარგი მასმიძლებისთვის. უნდა იცადოს, რომ პირველი ტაიმი უჯარიმოდ ჩაამთავროს. 4 წუთია დარჩენილი ტაიმის დასრულებამდე. თვალიშვილი კი შეეცდება პირველი ქულების მოპოვებას. ჩაარდო. შეასრულებს მეორე საჯარიმოს. მეორე ვერ გამოიყენა და ორქულიანი უპირატესობა დარჩა მასმიძლებს. ედვარდს იწყებს მასმიძლებდა შეტევას. შარვაშიძე ედვარდს დაუბრუნა. ფეხით თამაში, ბურთი რჩებათ მასმიძლებს 14 წამთან ერთად. განაახლებს შეხვდეს გაფრინდაშვილი, ედვარდსი, მავეინი უკულოდ არის. მარტინი სამკულიანი ვერ ჩააგდო, შარვაშიძეს ჩაუვარდა ბურთი ხელში, გაფრინდაშვილს ამოუტანა პერიმეტრზე, სამკულიანი არ ვარდება. ჩააგდო ორქულიანი ბოლო-ბოლო. მესამე ფაზა და ზუსტი ორი ქულა. მაკეინმა. მავეინის ორი ქულა. ეხ მავეინის ორი ქულა, სტუმართა შეტევა. პერიმეტრზე ბერიშვილი, არაზუსტია სამიანი, მასპინძლებს რჩება ბურთი, გაფრინდაშვილი ხსნის ასილებულ ბურთს და იწყება მასპინძლებთა შეტევაც. გაფრინდაშვილი მას მოიფიქრებს, შევიდა თავად, გაუშვა, ვერ აგდებს, თუმცა მავეინი მოხსნაზე, როგორ ვერ ჩააგდო ეს ბურთი მავეინმა, დაჩემდა ეს პოლო პერიოდში მავეინს ფარქვეშიდან მარტივი ბურთების გაფუჭება. ედვარდსი, მარტინი, გაფრინდაშვილი, მავეინი და შერვაშიძე. ასეთია მასპინძელთა ხუთეული. მავეინი კარგად ითამაშა. სასვაში სმიტმა ორი ქულა ვერ მოუტანა გუნდს. ვერ ჩააგდო. ედვარდსის ეს პასიც არ გადის, იმატა უზუსტო პასებმა და შესანიშნავი ალეოპი, ბექაურის ორი ქულა სმიტის შედეგი. ორსვლიანი კომბინაცია სმიტი ბექაური და ბექაურის ალეოპი კი ბატონო, ორი ქულა. სამიანი გაფრინდაშვილის არ ვარდება. როგორც ჩანს არ ჯარიმდებოდნენ მავეინის წინააღმდეგ. სმიტი, ჯოინერი, სულაბერიძე გათანაბრდა ანგარიში. 40-40 და მასპინძლებს განახლდა შეხვედრა, ალავიძე განაახლა შეხვედრა და დაიწყებს თავისი გუნდის შეტევას. ალავიძე, ჯონსი, მავეინი, ორიანი გაუშვა, საშუალო დისტანციიდან ვერ ჩააგდო, ჯოინერი ხსნის აცილებულ ბურთს და ქუთაისელთა შეტევას იწყება. სულაბერიძე, ჯოინერი, სულაბერიძეს აუტანა პერიმეტრზე, სამიანი გაუშვა, სულაბერიძემ ვერ ჩააგდო. მავეინი ხსნის აცილებულ ბურთს და ალავიძე იწყებს თავისი გუნდის შეტევა. ჯონსი, გაფრინდაშვილი. ახლა გამოწურა ქუთაისმა ჯარიმების ლიმიტი არ იქნება ეს სასროლი. დიდი ხანია უკვე მარგვეთი უკულოდ არის, არა და 4 ქულით იყვნენ წინ, ახლა კი თანაბარი ანგარიში გვაქვს. მასპინძლები შემოიტანენ პირველ ხაზიდან ბურთს, კერძოდ გაფრინდაშვილი, ვახტანგ გაფრინდაშვილმა შემოიტანა ალავიძე, მავეინი. სევალავიძე ლავმავეინი შარვაშიძე კარგად იხსნებოდა, გამთამაშებელი მავეინის ადგილზე ჭკვიანურ პასს გააკეთებდა ალბათ, თუმცა სულაბერიძე დაჯარიმდა მავეინთან ორთაბრძოლისას და ალბათ მავეინი დადგება საჯარიმო ხაზზე დიახ და ორ საჯარიმო ხორცნას შეასრულებს მასპინძელთა 55 ნომერი. აკოლ მავეინი. პირველი ჩააგდო მავეინმა და ერთი გოლით გაიყვანა თავისი გუნდის წინ, შეასრულებს მეორე საჯარიმოს.
მეორე ვერ გამოიყენა, ბერეკაშვილი ხსნის. ნახევარი ტაიმის დასრულებამდე ნახოთ რომელი გუნდი შეძლებს დიდ შესვენებაზე ლიდერის ამპლუაში გასვლას. სმიტი ბერეკაშვილი მარტო იყო, ითხოვს ბურთს, თუმცა ჯოინერი სამიანი ზუსტია 3+1. დიახ, ეს სამიანიც ჩაითვალა და საჯარიმო ხაზზე დადგება ელაია ჯოინერი სტუმართა 2 ნომრით მოთამაშე. ერთ-ერთი საკვანძო კალათბურთელი ქუთაისელთა შემადგენლობაში. ორმოცდაერთით 43, ორი ქულა ქუთაისელთა უპირატესობა და ერთ საჯარიმო ტკორცნასაც შეასრულებს ქუთაისელთა მეორე ნომერი ჯოინერი. შანსი 10 ქულამდე ასulis ელაია ჯოინერს. ზუსტია ეს ერთქულიანი 44-ით 41 3 ქულით არის წინ ქუთაისი. მავეინი ალავიძე სმიტი უდგას ალავიძეს ჯონს გაუკეთა გადაცემა მავეინი მას სულაბერიძე უდგას შევიდა მავეინი ტყორსნა ვერ ჩააგდო თვითონ მოხდა აცილებული ბურთი ტყორსნა არც ეს ვარდება მსაჯის ასწვენი პერსონალური შენიშვნა სულაბერიძეს ალბათ დიახ მე-15 ნომერ სულაბერიძეს საჯარიმო ხაზზე დადგება მას მიზელთა 55 ნომერი აკოლ მავეინი ზუსტად 55 წამი ტაიმის დასრულებამდე და 55 ნომერი საჯარიმო ხაზზე ზუსტია მეორე მცდელობა უკვე მეორე შანსი მავეინს ეს საჯარიმოც გამოიყენა და შეამცირა ერთ ქულამდე სხვაობა ჯოინერი იწყებს სტუმართა შეტევას სულაბერიძე სმიტი ფარქვეშ ბერეკაშვილი ტყორსნა ჩააგდო ორქულიანი ყავს 3 ქულა სტუმართა უპირატესობა 46-43 ალავიძე ის არის გამთამაშებლის პოზიციაზე მას სმიტი უდგას საკმაოდ ჭიდროდ შევიდა ალავიძე ფარქვეშ შერვაშიძეს გაუკეთა გადაცემა და შერვაშიძემაც ორი ქულა შეძინა თავის გუნდს ჯოინერი ბოლოს შეტევა როგორც ჯოინერმა დააწყდა აჩვენა თანაგუნდელებს რომ ეს არის დრო იმდენი რჩება რომ ერთ შეტევისათვის ქუთაის თავისუფლად ყოფნის და მეტოქეს არ დაუტოვოს შეტევისათვის არავით არის შანსი და დრო სმიტი შევიდა კარგად დიდებულად ითამაშა მავეინმა დიდი კალათბურთის პატარა მაგალითი და პატარა მომენტი გვაჩვენა და მარტინი და მეხუთე გახლავთ გაფრინდაშვილი სტუმართა ხუთეული სმიტი ბექაური დვალიშვილი ჯოინერი და კორსანტია სამივე მაღალი მოედანზეა ქუთაისელთა შემადგენლობაში და ბურთით სტუმრების შემოვიდნენ ბურთკირით ხაზიდან კორსანტია დვალიშვილი შეუძლია პერიმეტრიდან და არ გაუმართლა კაკის აისხლით არ კალმა ბურთი და საპასუხო შეტევაში ორი ქულა ჩააგდო მარტინმა და გაუბრუნა ლიდერობა საკუთარ გუნდს 47-46 ჯოინერი ბექაური კორსანტია ორმაგი დაცვა გაიწედა თითქმის კორსანტია მოძებნა სმიტი სმიტმა ესროლა ვერ ჩააგდო მავეინი პირველია მოხსნა ზოგადად კარგად ითამაშა პირველ ტაიმში მავეინმა 8 მოხსნა ქონდა ჯამში პირველ ტაიმში მავეინს აქ ორი ქულაც გაფრინაშვილის და 49-46 შეგახსენებთ კიდევ ერთხელ რომ სანდრო სანაძე აკლია მარგვეც ხოლო გიორგი ოჩხიკიძე ქუთაის ბექაური ისევ კორსანტია პერიმეტრზე სმიტი დვალიშვილი იწურება შეტევის დრო გაუშვა კაკინ და ჩააგდო კიდევაც ორი ქულა 48 ერთ ქულამდე შეამცირა გაგი დვალიშვილმა ანგარიში სხვაობა მას ვიძებდა შეტევა მავეინი დვალიშვილი უდგას მას სრუმოძრაობების კასკადი და ორი ქულა ძალზედ კარგად გამოიყურება მავეინი დღეს მასპიდელთა შემადგენლობაში
ქულებში რა რაოდენობის ქულა ქონდა პირველ ნახევარში? ახლა აქვს 7. ახლა 7 და 8 მოხსნა თუ არ ვწდები, ხო? უკვე წესით 9 უნდა ქონდეს მეოთხეშიც მოხსნა ერთად. ასაგებია. კორსანტია ვერ ჩააგდო, ბურთი რჩებათ ქუთაის, თუმცა მანამდე ამოიწურა 24 წამი და შესაბამისად მარგვეთი დარჩება შეტევაში. ალავიძე შემოიტანს ბურთს და ის განაახლებს მასპინძელთა შეტევას 51-48, 3 ქულა მასპინძელთა უპირატესობა და ბურთსაც ისინი ფლობენ. მავეინი პერიმეტრზე იქ მარტო იყო, ედვარდსი თავად შეუტია მავეინმა და გამოიმუშავა კიდევაც ჯარიმა 2 სროლას შეასრულებს თავად 55 ნომერი. კორსანტია ჯარიმდება მისთვის პირველი პერსონალურია. მავეინი საჯარიმო ხაზზე მასპინძელთა 55 ნომერი. 7 და 55 მესამე მეოთხედის დამთავრებამდე. პირველი ჩააგდო. 4 ქულა მასპინძელთა უპირატესობა შეასრულებს მეორე საჯარიმოს. მეორე ვერ გამოიყენა ბექაური პირველია მოხსნაზე. ჯოინერი, უпроსტად სმიტი. კორსანტია, ჯოინერია, ახლა ბურთით სამიანი თორს და ვერ ჩააგდო, თვალიშვილი ფარქვეშ, თორს და ვერც მან ჩააგდო. აფრინაშვილი ხსნის და უკვე ალავიძე. ჯარიმდება ჯოინერი. სმიტი დაჯარიმდა. ჯოინერმა მიიღო ეს ჯარიმა მისთვის. მეორე პერსონალურია. ჯოინერმა მიიღო მართალის ორი ბრძანდებით თუ ალავიძე განაახლებს გვერდ ხაზთან შეხვედრას. ისიც გააჩუმე როდრიგინეს რა. და ტექნიკური წვექნება ელაია ჯოინერი მიიღო იღებს ტექნიკურ ჯარიმას ზედმეტი საუბრისთვის. ედვარდსი შეასრულებს ერთქულიანს. ჩავარდა ეს ერთქულიანი და ჩეულერიო და ალავიძე არა გვერდიდან შემოიტანებენ მასპინძლები ბურთს თამაში 52-48 ანგარიში უცვლელი რჩება 4 ქულა მათი უპირატესობა და ბურთიც მათია. მარტინი და ისევ ჯოინერი ჯარიმდება? კი ბატონო და მეოთხე მარტინი გაფრინდაშვილი ავადო შევიდა და არ ჩავარდა ეს ბურთი. კორსანტიაც რჩება საბოლოოდ აცილებული ბურთი და სმიტი გადადის შეტევაზე. სამიანი გაუშვა სვიდმა ვერ ჩააგდო. მავეინმა ითამაშა კარგად. მოხსნა ეს ბურთი, მაგრამ ბურთი სტუბრებს რჩება და ისინი განაახლებენ შეხვედრას. კორსანტია შემოიტანს პირით ხაზიდან ბურთს თამაში. სმიტი სამქულიანი არაზუსტია. ძალიან ცუდი სროლა იყო. კორსანტია არც ეს ვარდება, ხსნის მარტინი თავად გადადის სწრაფად შეტევაში, თუმცა ახლა დააგდო ტემპი, იმიტომ რომ ბევრი მეტოქე დახვდა წინ. ალავიძე, მავეინი. ბექაური უდგას, თვალიშვილი გადავიდა პერსონალური შენიშვნა. ბექაურს. ბექაურის პირველი პერსონალურია. ბექაურისთვის პირველია, საჭში არ არის მაინდა-მაინც. შეცვლა კორსანტია გადის, ბერეკაშვილი უბრუნდება მოედანს 0-0-ით მოთამაშე ქუთაისელთა შემადგენლობაში. საჯარიმო ხაზზე მავეინი მასპინძელთა 55 ნომერი. პირველი ვერ გამოიყენა. 4 ქულა იყო მაქსიმალური უპირატესობა მარგვეთის და ამ შემდეგ იმდენი შანსი ჰქონდათ უფრო გაზდის უპირატესობის, რომ ვერა და ვერ გამოიყენეს ეს კარგი შანსი და ახლა გახდა 5 ქულა მასპინძელთა უპირატესობა.
ქუთაისლები იწყებენ შეტევას სმიტი. მავეინს 9 ქულა და 9 მოხსნა აქვს. დვალიშვილი შეინარჩუნა ბურთი. ბექაური გაუშვა პერიმეტრიდან, არ ვარდება დვალიშვილი იბრძოდა მოხსნაზე და მავეინის ხელიდან ტოვებს ბურთი მოედანს და ქუთაისლები განაახლებენ შეხვედრას 14 წამი მათ შეტევისათვის და სმით შემოაქვს ბურთი. ბერიშვილი ბექაურს სამწამიანი დვალიშვილი ბურთი დაკარგა დვალიშვილმა გაუვარდა ბურთი ხელიდან უწყინარ სიტუაციაში გაფრინდაშვილი საჯის სასტვენი საჯარიმო ხაზზე დადგება მასპინძელთა კაპიტანი ვახტანგ გაფრინდაშვილი 53-ით 48 5 ქულა მასპინძელთა უპირატესობა შეცვლა სტუმართა შემადგენლობაში დვალიშვილი გავიდა და სულაბერიძე უბრუნდება მოედანს მე-15 ნომრით საჯარიმო ხაზზე ვახტანგ გაფრინდაშვილი მასპინძელთა კაპიტანი დღევანდელ შეხვედრაში პირველი გამოიყენა 6 ქულა მასპინძელთა უპირატესობა შეასრულებს მეორე საჯარიმოს მეორე არაზუსტია სულაბერიძე ხსნის და მე უცბად შეგახსენებ წინა სეზონის ანგარიშებს ორივე მატჩი ქუთაისელთა გამარჯვებით დასრულდა 100-90 მოიგო პირველი მატჩი სტუმრად ქუთაისმა მეორე კი 91-95 ამასობაში სწრაფი შეტევა 2 ქულა უპირატესობა გაიზარდა 8-მდე 11-2 გახლავთ ამ მეოთხედის ანგარიში 4 წუთში 2 ქულა აქვს ქუთაისს სულაბერიძე სმიტი ბერიშვილთან გაითამაშა შემდეგ სულაბერიძე პერიმეტრზე გაათამაშეს ბურთი სტუმრებმა ბექაური ზუსტია ეს ორქულიანი 56-50 ალავიძე იწყებს მასპინძელთა შეტევას ედვარდსი ალავიძე შესვლა გადაწყვიტა შევიდა ფარქვეშ არა გადაცემა გაუკეთა მავეინს და მავეინმაც 2 ქულა შეძინა გუნდს სროლის იმიტაცია გააკეთა მაგრამ ამასობაში გადაცემა ძალიან სწორად მიგნებულა და სწორი გადაცემა იყო მავეინზე და მასაც 2 ქულის მოპოვება არ გაჭირვებია დაკარგეს სტუმრება ბურთი ედვარდსი ჩაგდო 10 ქულა მასპინძელთა უპირატესობა პირველად ორნიშნულიანი უპირატესობა მოიპოვა მასპინძელმა გუნდმა სულაბერიძე და მორიგი დაკარგვა მუხტი დაიჭირა ზესტაფონის გუნდმა ძალიან კარგი მუხტი და შესანიშნავად გამოიყურებიან მესამე მეოთხე ჩათქულიანი უპირატესობა მეტოქე ლიმიტშია თავად კი ჯარიმა არ აქვს ჯერ აღებული მარგვეთს რაც დიდი უპირატესობა არის სრული უპირატესობა მარგვეთის მესამე მეოთხედში რაც ანგარიშსაც დაეწყო 10 ქულა მარგვეთის უპირატესობა და შეტევასაც ისინი ამზადებენ ალავიძე ალავიძე უშუალოდ 13 ქულამდე აიღონა თავისი გუნდის უპირატესობა საერთოდ დაიწყო მარგვეთის სანაძის დანაკლისი შესანიშნავად გამოიყურება ძიძიგურის გუნდი ალავიძე ძალიან აქტიურია დაცვაში და უპირატესობა აქვს შეტევაში ბათუმ უფროს ქუთაისს არ ვარდება ეს სროლა სულაბერიძე დამატებაზე არც უასო მისთვის ეს სროლა და ედვარდსი ალბათ იჩქარა ედვარდსმა შეიძლებოდა მაგრამ მუხტი აგიცეთ დაჭერილი არაზუსტი გადაცემა მარტინი და ახლოს იყო ენდوانთან ქავთარაძე ჯარიმდება მერვე ნომრით მოთამაშე დაჩი ქავთარაძეს უმართა მერვე ნომერ საჯარიმო ხაზზე დადგება მარტინი ცოტა მოულოდნელია ქუთაისისგან ასეთი თამაში ჯონსი კოტლიარევსკი შემოდიან ედვარდსისა და გაფრინდაშვილის ნაცვლად პირველი ჩაგდო მარტინმა და 14 ქულამდე აიყვანა ანგარიშის შხობა შეასრულებს მეორე საჯარიმოს მეორეს გამოიყენა 15 ქულა მასპინძელთა უპირატესობა 4 წუთი
მატჩის მე-4 დამთავრებამდე. ბექაური, ბერიშვილი, სულაბერიძე და ჯარიმდებიან სულაბერიძის წინააღმდეგ. პირველი გუნდურია, თუმცა მარტინისთვის ეს არის მე-4 პერსონალური. მარტინი დღეს ძალიან კარგად გამოიყურება მას მიწეთა შემადგენლობაში, ის ერთ-ერთი საუკეთესოა მის გუნდში და მე-4 პერსონალად დაასვენებს დიახ. შარვაშიძეს აბრუნებს მოედაზე მარტინი დიახ მარტინის ნაცვლად, მარტინის საჭირო გალადმურთელია. 4 პერსონალური აქვს, ამიტომ შარვაშიძემ დაიკავა ხუთეულში მისი ადგილი ამ წუთში მოედანზე. სულაბერიძე სამიანი გაუშვა და ჩააგდო სულაბერიძემ. დროული და საჭირო სამქულიანი შეამცირა სხვაობა 12 ქულამდე. ალავიძე იწყებს მასპინძელთა შეტევას. ორიანი საშუალო მანძილიდან გაუშვა არ ვარდება, სულაბერიძე ხსნის აცილებულ ბურთს. გამთარაძე ბერიშვილი სამიანი გაუშვა ბერიშვილი ჩააგდო მანაც წუთშესვენება სასწრაფო დასალევება აიღო თიდიგურმა მასპინძლები გაფრინდაშვილი ჯონსი, კოტლიარევსკი, შარვაშიძე და მავეინი დიახ. სწორედ ჯონსი ბურთით ახლა უკვე მას გამთარაძე უდგას, გაცდა გამთარაძეს, გაუშვა ორიანი ვერ ჩააგდო, მაგრამ მავეინია იქ. მოხსნა მავეინმა კოტლიარევსკი საშუალო მანძილიდან არც ეს ვარდება, სულაბერიძე ხსნის აცილებულ ბურთს. გამთარაძე ბერეკაშვილი შევიდა თავად ბერეკაშვილი, ბექაური კარგია მოხსნაზე, თუმცა ვერ დაამატა ხელსაყრელი ეპიზოდიდან, შეუშალეს კარგად ხელი და ბურთით რჩებიან. ქუთაისლები განაახლებენ შეხვედრას, კერძოდ კი პირით ხაზიდან ბურთს ბერეკაშვილი არა გამთარაძე შემოიტანს, ბექაურს გაუკეთა გადაცემა. ბერეკაშვილი ახლა ბურთით შევიდა ფარქვეშ, თორს ვერ ჩააგდო. მავეინი ხსნის და თავადვე გადმოაქვს ბურთი. და გასცეს, არა, თავად ესროლა სამიანი, როგორ არ გაუმართლა სულაბერიძე 3-1-ზე იყო შეტევა, ჩამოვიდა გაფრინდაშვილი დაცვის დასახმარებლად და საბოლოოდ ბურთი რჩება ქუთაისს. მავეინმა კარგად ითამაშა და დაცვაში ფაქტიურად 3-1-ზე გადიოდნენ, მაგრამ მავეინმა შეძლო ის რომ ჩაეჭრა ეს გადაცემა და სტუმართაგუნმა ვერ შეძლო ორი ქულის აღება. გამთარაძე მას შემოაქვს ბურთი. ბექაური და ჯარიმდება შარვაშიძე. ისთვის მესამე პერსონალური გუნდური მხოლოდ ორი კიდევ ორი ჯარიმის მიღების უფლება აქვს მარგვეთს მე-4-ის დასრულებამდე. ამჯერად სულაბერიძე განაახლებს შეხვედრას, ბექაური აჩვენა, შევიდა და +1. ეს ორი გოლა ჩაითვალა და საჯარიმო ხაზზე დადგება ბექაური. გამოცდილებით აჯობა ბექაურმა ახალგაზრდა მეტოქეს. და სულ რაღაც 7 ქულა უკვე ჩამორჩენა სტუმრების. საჯარიმო ხაზზე ბექაური. გამოუვიდა სამქულიანი შეტევა ბექას. 6 გოლა ანგარიშის სხვაობა 65-59, 6 გოლით წინ მასპინძლები არიან და ბურთას ისინი ფლობენ. და მათი მეათე ნომერი ედვარდსი იწყებს თავისი გუნდის შეტევას. ჯონსი, შარვაშიძე, კოტლიარევსკი. კარგი გათამაშება, თუმცა კარგად თამაშობს დაცვაში ბექაური. და 4 წამი თითქმის შესატევად მარგვეთს. ჯონსი მავეინზე შემოიტანა, უნდა ესროლოს გაფრინდაშვილმა რთული პოზიციიდან და იქ არ მოხვედრია. არ შეხებია, დიახ, არ შეხებია გოლს. კალაც არ შეხებია, ბუნებრივია. შეტევისათვის გაკუთვნილი დრო ამის გამო ამოიწურა. და ქუთაისლები განაახლებენ შეხვედრას წუთი და 59 წამი მატჩის მე-4-ის დამთავრებამდე. 6 ქულა მასპინძელთა უპირატესობა სმიტი ისდგას ახლა გამთამაშებლის პოზიციაზე ქუთაისელთა შემადგენლობაში ბექაური, სულაბერიძე, პერიმეტრიდან სამიანი გაუშვა და ჩააგდო. 65-62, 12-0 გაქცევა ქუთაის
და დიდი ხანია გაიყინა უკვე მარგვეთი. 65-50 იყო, სწორი ხარ სულხან 15 გოლა იყო მარგვეთის უპირატესობა, მავეინი ვერ აგდებს მავეინი. ახლა უკვე ქუთაისმა დაიჭირა ეს მუხტი საპასუხოდ სულაბერიძე ვერ აგდებს. ბურთი სტუმრებს რჩებათ. სულაბერიძე მივის შიშით რომ მავეინს არ დაეფარა. მეორე ნაბიჯი ისროლა და ამიტომ ვერ შეძლო ამ ბურთის ჩაგდება, ბურთი არ მიიღო კალათმა. დატოვებული როლა შეასრულა და იმის შიშით რომ მავეინს არ დაეფარა, ვინმე მავეინი სამწამიან ზონაში ისერგზნობს თავს როგორც თევზი წყალში რო იტყვეთ. სულაბერიძე ჭიანური პასი და ორი ქულა. მავეინმა წონასწორობა დაკარგა, წაიცა თავისუფალი დარჩა ცენტრში პოზიცია და ბექაურმა მარტივი ორი ქულა ჩააგდო. ერთი ქულა უკვე სულ რაღაც მავეინი 2+1. ძალიან დროული იყო თავისუფლ მარგვეთისთვის ეს ენტუანი. ორი ქულა ჩაითვალა დიახ და სულაბერიძეს პერსონალური. გატეხა საბოლოოდ ნავსი მარგვეთმა და აიღო ქულები. მავეინს თუ არ ხდები სულხან უკვე ორმაგი დუბლია. კი. მოხსნა დააგროვა უკვე. მოხსნა და ქულებიც დააგროვა თუ არ ხდები. 14 ქულა ეს უკვე მისთვის. 14 ქულა უნდა იყოს და მე-10 10 მოხსნა. 10 მოხსნა, კი ბატონო. და ასე უნდა აღინიშნოს სმიტია ბურთი და 8 შედეგიანი გადაცემა აქვს სმიტს. ბერეკაშვილი. კარგად თამაშობს ჯოუნსი და 3-1-ზე შეტევა ვერ აგდებს ედვარდსი. ვერ გამოიყენეს ეს უპირატესობა მასმიძლებმა. როგორი შანსი. პასზე არც უფიქრია ედვარდს თავადვე გადაწყვეტა შეტევა. ალბათ ნაკრების თამაშისთვის რო ეყურებია რატი ანდრონიკაშვილს მიბაძავდა და უკან პას გააკეთებდა, მაგრამ გორჯას არ უყურებს და ძალიან ცუდი თუ არ უყურა და ნაკრების თამაშზე ცოტა მერე ვთქვა, სულხან დრო რო გვექნება. ორი წაგების შემდეგ დიდებულად ითამაშა ჩვენო ნაკრებმა, მან ცოტა მოგვიანებით ვისაუბროთ. ჩამთავრდეს ეს მეოთხედი, 37 წამია, მეოთხედის დამთავრებამდე მასპინძელთა შეტევა. ედვარდსი ვერ აგდებს და სპორტსანტია რჩება აცილებული ბურთის სმიტი. ცუდი გაცვლა იყო, ახლა მიიღო ბურთი ბექაურმა პერიმეტრზე ბერიშვილი. ზუსტია ეს სამხულიანი. 68-67 მინიმუმამდე დაიყვანა ანგარიშის ხვაობა. მიხეილ ბერიშვილმა კარგად ითამაშა დაცვაში ქუთაისმა 8 წამი მათ შეტევისათვის. ორსანტია შევიდა ყორსნა ჩააგდო. ახლა უკვე წინ ქუთაისები გადიან და დროც ამოიტურა. 79-68. შარვაშიძე, მარტინი, გაფრინდაშვილი, ჯოუნსი და ალავიძე ამ ხუთეული დაიწყო ბოლო მეოთხედი მარგვეთმა. სმიტი გაუშვა სამიანი, ვერ ჩააგდო და ალავიძეს დარჩა ბურთი. ალავიძე, გაფრინდაშვილი თავად ესროლა, ვერც ისაკეთებს. ბერიშვილის აცილებულ ბურთს და ახლა ქუთაისებთან შეტევა იწყება სმიტი. სმიტი მარტოა დაელოდა თანაგუნდელებს ბექაური გადაცემა კორსანტიაზე. გაფრინდაშვილის პერსონალური შენიშვნა 25 ნომერს მასპინძელთა 25 ნომერს და საჯარიმო ხაზზე დადგება სტუმართა მე-12 ნომერი საქართველოს ნაკრების წევრი გიორგი კორსანტია. ორი საჯარიმო ყორსნა. ეს გაქცევა დაემთხვა მარტინის დასვენებას, რომელიც 4 ჯარიმით არის და მოუწია მას არ დადარიგოთ სკამზე გადასვლა და სტუმრებმაც შეძლეს კარგად გამოიყენეს ეს მომენტი მარტინის საუკეთესო დღეს მასპინძელთა შემადგენლობაში ალავიძესთან ერთად. ედვარდსის თავისთავად როგორც ყოველთვის დღესაც კარგია. ნადრევად შევიდა ბერიშვილი მოხსნაზე და ბურთი დარჩება მასპინძლებს 70-68 ანგარიში. ორი ქულა სტუმართა უპირატესობა. ჯონსი იწყებს მასპინძელთა შეტევას. მარტინი
ალავიძე მარტინი სამიანი ვერ გაბედა, შევიდა ფარქვეშ. ერთს მან ჩააგდო, ვის დარჩება ბურთი, სმიტი საბოლოოდ და ბერიშვილი, ბექაური ჯარიმას იღებს ალავიძე. დიახ, მეხუთე ნომერი მასპინძელთა მეხუთე ნომერი ალავიძე. მეორე პერსონალური ეს მხოლოდ ალავიძისათვის. მეოთხედი დაიწყო. ბერიშვილი. ბერეკაშვილი. ერიმეძე ბერიშვილი, ბექაური მარტოა არესროლა სამიანი შევიდა და ორი გოლა. 72-ით 68 უკეთ ძებდება სამიანის გარანტირებული ორქულიანი ამჯობინა ბექაურმა და 4 გოლით უკვე გაიყარა თავისი გუნდი წინ. ალავიძე შევიდა კარგად, ჩარვაჩიძეს კარგი პასი გაუკეთა, გამოუტანეს ჯონს, მარტინი. გაფრინდაშვილი პერსონალური შენიშვნა ბექაურს. დიახ, ბექაური. მეორე პერსონალურია ბექაურისათვის და საჯარიმო ხაზზე დადგა მასპინძელთა კაპიტანი ვახტანგ გაფრინდაშვილი, რომელიც შეასრულებს ორ საჯარიმო ხორცნას. პირველი ჩააგდო. მეორეც გამოიყენა და ორ გოლამდე დაიყვანა ანგარიშის სხვაობა 70-ით 72. განახლეს სტუმრებმა შეხვედრა, სმიტი იწყებს თავისი გუნდის მორიგ შეტევას. კორსანტია სმიტი სამსამია ზონაში ბექაურს პასი, ყორსნა ბექაურმა და ჩააგდო. ბექაურს ამასობაში თვალსა და ხელშუა უკვე 20 ქულა აქვს მოგროვებული. პირველ ტაიმში მას ჰქონდა 9 ქულა და უკვე 11 ქულა აქვს მეორე ნახევარში. შარვაშიძე გაიჭედა, მაინც შეძლო საბოლოოდ და ორი ქულა. თითქოს გაიჭედა, პოლიციას თითქმის დაკარგული ჰქონდა, მაგრამ საბოლოოდ გარჯანდა შრომამ დაფასება მოუტანა ის რომ ორი ქულა შეძინა გუნდს. 72-74. სმიტი. კარგია ჯონსი, მოპარა ბურთი მეტოქეს, თუმცა ალავიძემ ჩაუგდო ხელებში სმიტს და მარტივი ქულები მარკელ სმიტის. ალავიძეს ფეხი დაუსდა, იქ როგორც ჩანს, ვერ შეძლო ბურთის წამოღება და ამოტანა თავის ზონიდან და სმიტმაც ორი ქულა შემატა თავისი გუნდის ყულაბას. მარტინი გაფრინდაშვილი შევდის ფარქვეშ. ხორცნა ჩააგდო. 76-74 კლავ ორი ქულა სხვაობა. მეოთხე დასაწყისში ძალიან კარგია გაფრინდაშვილი. მაგრამ რამოდენიმე ურთულესი ბურთი ჩააგდო და არ მის სასტუმრებს გაქცევის საშუალება ჩაჭრეს მასპინძლებმას უმართა ეს შეტევა და გათანაბრდა ანგარიში 76-76. სმიტი. ბოლო ორი შეტევა მისი დაკარგვები და ესეც ზედზედ მესამე დაკარგვა უკვე სმიტის. და გვექნება შეცვლები უпроსორად სოსელია გამოჩნდა ჯოინერიც. სტუმართა შემადგენლობაში ხუთეული ბერიშვილი, ჯოინერი, ბექაური, კორსანტია და სოსელია. მარტინი, ალავიძე, შარვაშიძე, გაფრინდაშვილი და ჯონს. ბექაური დაისვენებს ასევე. ბექაურიც გავიდა. სუსტად 7 წუთი მატჩის, მოდი თქვა, ძირითადი დროის დასრულებამდე. 76-76. როგორც მოსალოდნელი იყო, სულხან დაძაბული შეხვედრა. მარტინი გაიჭედა, რა გაუვარდა, გააგდები ეს ბურთი ხელიდან. ძიზიგურიც თხოვდა, რომ პასი გაიკეთებინა, იმიტომ რომ რამდენი მეტოქე იყო მის გარემოცვაში და არ მისცეს სროლის საშუალება. ჯოინერი. ოჩხიგიძის ანაკლისი სულხანი იგრძნობა ჯოინერმა და აეჭრა თამაში. ქავთარაძე გამოვიდა, ქავთარაძე ვერ გაამართლა, მაინდა-მაინც ვერ გაამართლა, ვერ ზვალიშვილა დღევანდელ შეხვედრაში გათამაშების პოზიციაზე და ამიტომ უჭირთ ქუთაისებს. ბერიშვილის პერსონალური. მაგრამ უნდა აღნიშნოთ, რომ უკვე 10 შედეგიან გადაცემაზე ავიდა მარკელ სმიტი.
ბერიშვილის მეორე პერსონალური. მეორე პერსონალურია, მასპინძლები განაახლებენ შეფურას. ალავიძე ის იწყებს თავისი გუნდის შეტევას. ორიანი ყორს და ალავიძემ არაზუსტია. ჯოინერს რჩება აცილებული ბურთი. ჯოინერი 4 ჯარიმაზეა. გამოებარა ჯონს იმას და შეძლო ბურთით ჩამორთმევა და ართმევა. ახლა ჯონსია თვითონ შეტევაში. ალავიძე. ავადვე შეუტია, შარვაშიძე მოძებნა. პასი უნდა გასცეს შარვაშიძემ. ალავიძე გაფრინდაშვილი 5 წამი შევიდა ვერ ჩააგდო. აცილებული ბურთი ჯოინერი იწყებს სტუმართა შეტევას. სოსელია, კორსანტია. კარგია დაცვაში, კარგად თამაშობს ბოლო წუთები მარგვეთი. შესვლა არ უარდება ასე. ბერიშვილმა მოხდა აცილებული. ორმაგი შეცდომა სოსელია, სამიანი გაუშვა, ვერ ჩააგდო. სულაბერზე მოხდა აცილებული ბურთით, ხორცნა ჩააგდო. ვერ გადაკეტა მეურვე შარვაშიძე. პირიქით უნდა გარიყვნენ წესით, მაგრამ უკეთეს პოზიცია ეკავა სულაბერძეს და ორი ქულაც მოუტანა თავის გუნდს და ორი ქულით გაიყვანა თავისი გუნდი წინ. ალავიძე ჯოუნსი. აფინდაშვილი შემდეგ მარტინი. ორქულიანი ჩავარდა. 78-78. ამასობაში 5 წუთი. მატჩის მეოთხედის დამთავრებამდე ასე ვთქვათ, რადგან ისეთი თამაშია, ადვილად შესაძლებელია ოვერტაიმით ვიხილოთ. ვნახოთ როგორ გამვითარდება მოვლენები. ბერიშვილი, სულაბერიძე ჩაიჭრა ეს პასი ისევ ალავიძე სწრაფად გადადის შეტევაში, რამდენიმე მეტოქია მის წინ. მარტინი უნდა ჩააგდოს და ზუსტია ეს ორქულიანი. მარტინის დაიბრუნა ლიდერობა მარგვეთმა და 19 ქულაზე ავიდა უკვე მარგველთა ფორვარდი მეორე ნომერი. ბერიშვილი, სულაბერიძე აქტიურად თამაშობს გაფრინდაშვილი დაცვაში ჯარიმის ზღვარზე და საბოლოოდ მაინც მიიღო პერსონალური. მისთვის მესამეა გუნდურიც ასევე 3 აქვს მარგვეთს. ავეინის შარვაშიძის ნაცვლად შემოვიდა ბერეკაშვილმა ბერიშვილი შეცვალა ასევე კორსანტიას ნაცვლად ბექაური დაუბრუნდა მოედანს. კორსანტიას გასაკვირად 5 ქულა მხოლოდ და მხოლოდ. ქუთაისელთა საუკეთესო მექულია ის. კარგია გაფრინდაშვილი დააფარა და შეტევაში ჯოუნსი ალეოპი არ გამოუვიდა ალეოპი გაფრინდაშვილი სამიანი არ ვარდება. ეს ალეოპი რო გამოსულიყო ჯოუნსი განახლებს შეხვედრას. მარტინი შევიდა შესანიშნავი რევერსი შემოგთავაზა მარტინმა. ძალიან კარგად ითამაშა. აქ დაფარება მორიგი და მარგვეთს შანსი კიდევ უფრო გაზარდოს უპირატესობა. და ჩავიდა ეს ბურთი 2+1 მარტინის მონაკვეთი. შეუჩერებელია. მარტინმა გამოიყენა 7 ქულა. 24 ქულა მარტინს. უფრო და უფრო მცირე დრო რჩება უკვე ქუთაის თამაში მეორედ დასაბრუნებლად. ჯოინერი ბექაური ვერ მიიღო ეს ბურთი, თუმცა დარჩა შეტევა ქუთაის. სულაბერიძე და ჯარიმა შეტევაში აქ უნდა უხილოს ტექნიკურ სულაბერიძე, მაგრამ მაინც მიიღო ტექნიკური ძალიან ცუდ დროს. ერთბაშად ორი ჯარიმა, თუმცა ჯარიმა თამას დაემატება ხა ტექნიკურის კიდე და ნახოთ გაფრინდაშვილი დგება საჯარიმო ხაზზე. ტექნიკურამდე მას უკვე მისი ჯარიმა იყო მეხუთე პერსონალურ, შესაბამისად ეს ტექნიკური ჩაეწერება ქუთაისის სათადარიგოთა სკამს. ზუსტია ეს ერთგულიანი და 96-78 გვაქვს ანგარიში. სამი წუთი 29 წამის სხვაობა 7 ქულა ბურთი მარგვეთს. ბურთიც მარგვეთს, 7 ქულა უპირატესობა მარგვეთს. ქუთაის გაუჭირდება, ქუთაისი რაღაც ბოლო
გამნეული ჩანს გუნდი ვერ აწყო ვერ ჩეტევა ვერც დაცვა მაინდა-მაინც მარტინი აკაციდან ყველაფერს უნდა ველოდოთ როგორ ჩანს ვერ გამოიყენა ეს სოლა მარტინმა ჯოინერი თვალიშვილი და მარტივი ორი ქულა გუნდის კაპიტნის მხრიდან 86-ით 80 ალავიძე 3 წუთი მეოთხედის დამთავრებამდე ალავიძე მავეინი ამური პასი მავეინი დაუტრიალდა ეს ასაგები უნდა ჩაიგდო მავეინს ჯოინერი ეს ჯარიმა ძირს იყო არ გექნება სროლები მეორე პერსონალურს იღებს კრისტიან ჯონსი მე პერსონალური შენიშნა 3-ს ეს 3 ნომერმა მიიღო პერსონალური შენიშნა და არა 3 ქულა 3 ტყორსნა შეცვლა ქუთაისელთან შემადგენლობაში სოსელია გავიდა ბერიშვილი უბრუნდება მოედანს და თავისუფლ მარგოთმაც ამოწურა ჯარიმების ლიმიტი ორივე გუნდს 4-4 ჯარიმა აქვს ჯოინერი ბერეკაშვილთან გაითამაშა თვალიშვილი ხსნებოდა თუმცა ვერ გაუკეთა პასი ჯოინერმა თავადვე წაიღო ბურთი ბერიშვილი აწია ერთი მეორეც ჩასაგდები იყო თუმცა ვერ აგდებს ბურთი რჩება მარგვეც მაგრამ ქუთაის თუმცა ხაზზე დადგა იქ მოხსნისას ფეხი აკაკი როგორ ჩანს ხაზ დააბიჯა აკაკი თვალიშვილმა ფეხი ბურთი ჩამოერთვა სტუმრებს და მასპინძლები დაიწყებენ შეხვედრას განაახლებენ შეხვედრას მექსიკულა უპირატესობა მარგოთის ბურთიც მათია არსად ეჩქარება მასმინძელ გუნდს ალავიძე მარტინი შევიდა მარტინი ორი ქულა 88-80 26 ქულა უკვე მარტინს მარგი ბენეფისი მარტინისგან ეკაური კორსანტია ბერეკაშვილი მარტოა უნდა ჩააგდოს და ჩააგდო კიდევაც 5 ქულა და წუჩესვენებას იღებს დრო გუნდები ალავიძე ახოთ რას მოძრავი ხუთეულის ეს მარგვეც უდგას რადგან ქუთაისელთან შემადგენლობაში ამ ხუთეულში სამივე მაღალი პლუს ბერიშვილი და ბერეკაშვილი გაფრინდაშვილი დაკიდა მაღალი ბურთი არ ვარდება რჩება ბურთი და ბეკაური იწყებს და მასტუმართა შეტევა სამიანი გაუშვა ბერეკაშვილმა ვერ ჩააგდო ხელაზე ვერ ჩააგდო წუთი და 10 წამი 5 ქულა მასპინძელ თავუპირატესობა და ბურთიც მათია ალავიძე მარტინი უნდა ესროლოს ჯონსი ახლა ესროლა და ჩააგდო 3 ქულა კრისტიან ჯონსი ეს მე მგონი კოტეტუღუში თუ ჩააგდეს და დაძაბვის უფრო ვითარება ქუთაისელებმა რომ შემდეგ გამოიყენოს ეს წუჩესვენება ჯოინერი თვალიშვილი სამიანი არაზუსტია ბერეკაშვილი ხსნის თავადე შეუტია ჩააგდო 2 ქულა პრესინგზე გადავა რა თქმა უნდა ქუთაისი ალავიძე ჯოუსი შევიდა გამოტანა ეცადა დაკარგა ბურთი და ბერიშვილის გაუაზრებელი ძალიან ცუდი პასი საჯარიმო ხაზზე დადგება მავეინი ის შეასრულებს 2 საჯარიმო ტყორსნას მავეინს 14 ქულა აქვს ესეც მე-15 თუ ჩააგდო გვექნება წუჩესვენება არაზუსტია მეორე თუმცა ხსნის მარტინი პავლიშ შემძლე მარტინი დღევანდელ შეხვედრაში
და კიდევ ერთი ყველგან ყოფი ყოვლის შემძლე და მასპინძელთა სული და გული. გუნდური თამაში თამარცხებს მარგვეთ მეტოქეს 6 კალათბურთელს აქვს 10 და მეტი ქულა, რაც შესანიშნავი შედეგია. ერთ-ერთი მეგონი ალავიძია მათ შორის პირველი გამოიყენა. ბატონო, ალავიძის მე-15 ქულა უკვე. 15 ქულა დიახ. მეორე სროლაც გამოიყენა და წუთშესვენება, არ ვიცი რას გადაწყვეტს ეს წუთშესვენება, მაგრამ ერეკაშვილი ჯოინერი, ახლა ეს სროლა სამიანი ვერ ჩააგდო, თავადვე მოხსნა. ვერიშვილი კარგად შეუშალა ხელი მავეირმა, თუმცა სასროლზე დარჩა ბექაური, რომელმაც ჩააგდო ეს სამიანი. მაგრამ 6 ქულა, 13 წამი გაფრინაშვილის წინააღმდეგ ჯარიმდებიან. ბერიშვილი ჯარიმდება თუ არ? დიახ, ბერიშვილმა მიიღო პერსონალური შენიშვნა. მეოთხე პერსონალური, ამას ალბათ ამ წუთში არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან მატჩი მთავრდება 12.3 წამი, 6 ქულა მასპინძელ თავუპირატესობა და საჯარიმოებსაც ისინი ასრულებენ. ჩააგდო პირველი საჯარიმო. მეორე ვერ გამოიყენა. ერეკაშვილი. ბერიშვილი მაინც არ ეპუება ამ შედეგს ქუთაისი და ცდილობს შეტევას. თვალიშვილის ორფულიანი ამოვარდა და დასრულდა. ამით შეხვედრა 95-88 გაიმარჯვა მარგვეთმა.